როგორ განსაზღვროთ საჭიროება ფსიქიატრს უნდა მიმართოთ თუ ფსიქოთერაპია ჩვენთვის გამოსავალი? რაც შეეხება ვის მიმართოთ, ჯერ პირველ რიგში უნდა ვთქვათ, როდის უნდა მიმართოთ. იმიტომ რომ ძალიან არასწორია რაღაცა პრობლემების ჩარჩოებში მოქცევა. გესმით? ჩვენ ექიმები და სპეციალისტები ჩვენ ვალდებულება გვაქვს რომ ის რაღაცა ჩარჩოში მოვაქციოთ, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში რაღაცა სისტემატიზაცია ვერ მოხდება და რაღაც სისტემას ვერ მართავთ, ხო? მაგრამ ადამიანისთვის, რომელსაც რაღაცა აწუხებს და იღებს გადაწყვეტილებას ამისათვის სპეციალისტის მიმართოს თუ არა, სულაც არ არის საჭირო დიაგნოზის ქონა ან არ ქონა პირიქით. ადამიანმა ზოგადად მედიცინა ემსახურება ორ საკითხს. ერთი არის ჩვენი სიცოცხლის საკითხი, ჩვენ რომ მედიცინამ დაგვიცვას სიცოცხლეს და შეუთავსებელი პრობლემებისგან, ან გაგხანგრძლივოს ეს პრობლემა და მეორე, რომ ჩვენი ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესოს, ხო? შეიძლება ჩვენ არ გქონდეს სიცოცხლეს და შეუთავსებელი პრობლემა, რომელსაც არასდროს არ გადაიზრდება ამ ფორმაში, მაგრამ ჩვენი ცხოვრების ხარისხზე მოქმედებდეს, ხო? ამიტომ ტესტში რაღაცა ვნახე, კი საინტერესოა, მნიშვნელოვანია და რატომაც არ უნდა გავაკეთოთ, მაგრამ ალბათ სპეციალისტებაში უნდა მიმართოთ და ზოგადად მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ ეს არის თუ არა პრობლემა, როდესაც ეს კონკრეტული რაღაცა მენტალური ფენომენი, მოდი ასე ვთქვათ, პრობლემაც არ დავარქვათ, ჩვენ ხელს გვიშლის.